სალამი ძვირფასო გამომწერებო. მასრი დისკუსიები მოგესალმებათ ჩვენი ახალი ფორმატით, ოღონდ ეს არ იქნება მუდმივად ეს ფორმატი, მაგრამ პერიოდულად შემოგთავაზებთ გასვლით ფორმატს დავარქმევ ამას. საუბრები ბუნებაში, მოდი ესე დავარქვათ და დღეს ვიმყოფებით ადგილას, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა თუ ჩვენ გვყავს სტუმარი, არამედ ჩვენ ვართ მასთან სტუმრად და მინდა წარმოგიდგინოთ გეგი მელაძე. გეგი არ არის YouTube-ისთვის ახალი ასე ვთქვათ ადამიანი, ის кайხანია YouTube-ს ასე ვთქვათ აკეთებს უხეშად რო ვთქვათ, ანუ მას თავისი არხი აქვს და აღწერაში შეგიძლიათ ნახოთ გეგის არხი და გამოიწეროთ და რა ვიცი, მადლობა გეგი პირველ რიგში რომ ესეთ მაგარ ადგილას მოგვიყვანე და რა ვიცი, ბატონო გიორგი. გეგის ერთი შევახსენებ, გეგი ჩემი აზრით ყველას ესვენება, ვინც ჩვენ გვიყურებს, იმიტომ რომ ერთი დიდი თევზი რო დაიჭირა გახსოვს მაშინ ის გავარდა. გეგი არის აი პიროვნება. ერთ-ერთი მაგარი მეთევზი არის. ნამდვილად. ის ახსენებს უდევს ხოლმე ბევრი ძალიან მაგარი ვიდეო. დიდი ხანი ვსაუბრობდით სხვათა შორის როგორ გადაგვეღო რაღაც მსგავსი ფორმატი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ინტერაქცია ამ ფორმატში. რატო? მინდა რომ ავხსნა. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვეძლო რომ რაღაცა წინასწარ სცენარი გაგვეწერა, კონკრეტული ნაბიჯები შეგვეთანხმებინა ერთმანეთთან და რაღაც მსგავსი შინაარსის გადაცემა შეგვექმნა, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ გკითხოთ თქვენ რა ტიპის ასე ვთქვათ ტესტი და რა ტიპის ქმედებები იქნება თქვენთვის საინტერესო რომ აი ესე ტყეში, ბუნებაში რეალურად გაჩვენოთ. ანუ ეს იქნება ტესტიც, გამოყენებაც და ზოგადად, რა ვიცი, პრეზენტაციაც და საუბარიც. პირველი ვიდეო მაინც გაცნობის იქნება ჩვენთვისაც რა თქმა უნდა. პირველი რომ მოვდიოდით გეგის მოყვებას უკან და რაღაცა მომენტი ვიფიქრეთ რომ გავტრიალდეთ თქო უკან. ისეთ ადგილში მოგვიყვანა, მაგრამ საბოლოო საშინჩე მე მეშინი. ეს რომ გადმოუხვიეთ? კი, მე ძალიან მაგარი შემეშინდა ერთი ორ ადგილას, ნამდვილად, კი. იმიტომ რომ კაი ოფროუდ ადგილია. კი ბატონო. მოკლედ იდეა რა არის ამ ყველაფრის? მე და მიშა, მე და მიხეილი ვართ ასე ვთქვათ ოფისის ხალხი, ესე სახელი დავარქვათ. ნამდვილად. პარკეტის ხალხი რა და არა და დანები ვიცით ასე თუ ისე, მაგრამ პლუს მინუს ვიცით თეორიულად რა და ყავს ადამიანი მეგობარი, რომელმაც ისის დანები პრაქტიკაში. ეგრე პასუხისმგებლობს ვერა ვიხდა. ეგრე ძალიან მასტერი ვერა ვარ, მაგრამ იცი რა არის, ანუ ხშირად ვიყენებ და ხშირად დავდივარ. გამოყენების კუთხით ხო რა, იმიტომ რომ გეგის დანებს რო ნახავთ, ანუ პირდაპირ ეთყობა რა, კვალი რო ადამიანს ნამუშევარია. ვთქვით რა, რამის კვირაში ერთხელ ულესავ ხოლმე გეგის დანებს, ასე რომ თან ერთი და იგივე დანებს, ბევრი დანები არ აქვს გეგის. ასე რომ თუ რამეს აზრი უნდა დავეკითხოთ გამოყენებაზე, დავეკითხოთ გეგის და ჩვენი რაღაცა იქაური გადმოსახედით წამოვიყოლეთ რაღაცა დანები და მაგეებზეც ალბათ ზედაპირულად ვისაუბრებთ. დანარჩენი კიდევ დროში გამოჩნდება. შენ კი თქვი რომ ახალი ფორმატიო მიხეილ, ესე კარგად გააზრებული არ ამაქვს, მე რომ ეს ახალი ფორმატი გვექნება. ნუ იცი რა არის, მე ვთვლი რომ ეს ფორმატი იქნება, აი ჩემ წინ შეგვიძლია მე რაღაც პერიოდის მერე დაუბრუნდეთ ამ ჩანაწერს გადავხედოთ, აი ჩემი ესეთი წინასწარმეტყველობასა პროგნოზი მაქვს რომ ეს ფორმატი გახდება ბევრად უფრო მრავალფეროვანი, ჩემი აზრით მოთხოვნადიც და ჩვენ გარდა კლასიკური დანის ტესტისა, მე მგონი მოგვიწევს რაღაცა კულინარიული თემატიკასთანაც დამეგობრება, კი. ერთი-ორი ოპერატორი მაშინ? კი ბატონო. კაი, სამზარეულო და თან დანების გამოყენება, თან კაი მოხენა. და კიდე კადრს იქით კი ვიძახდი, მაგრამ მე მგონი აქამდე ჩვენ შინაარსობრივად არ გვჭირდებოდა და არასდროს არ გაგვიმახვილებია არანაირი ყურადღება, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც პერიოდის მერე შეიძლება სპონსორებისთვისაც საინტერესოები გავხდეთ და ჩვენც დაგჭირდეს. ამ შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი, რომ მიზნობრიობა არ არის. ახლა იმას ჩვენ ამპერსისტიმას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რაც ჭირდება ზოგადად ტყეს, კი ბატონო, ანუ მოკლედ რაღაცნაირად ახლა პატარა ისიც ვიზენ რომ ვინც გვიყურებს, ეგეც უმეტესობა გვიცნობს რა და აი ყველა ერთად რო ვიყოთ კიდევ უფრო კარგად მოვილხენდით თქო რაღაცა განცდა გამიშთა რომ სამი რო ვართ მარტო და ხო, მაგრამ ეგეც რა მაგარი თემა იქნა შენ წარმოიდგინე ერთი გადაცემა რომ გავაკეთოთ ჩვენ ერთგულ გამომწერებთან ერთად ძალიან მაგარი თემაა. ვეკითხები ხოლმე აი ეს ჩემთვის ძვირფასია ეგეთანები გააქვს შემორჩენილი ეს ბავშვობის ძველი დანების ისიც არა? ეგეთი დანები არ მაქვს, მაგრამ პირველად გვაჩუქა მამაჩემმა, მე და ჩემ დას. გერბერის დანა იყო თვითი ქონა გასაყრელი, eBay-ზე შემხვდა, მაგრამ სულ მინდა ხოლმე ის დანა ვიყიდო და
თვითონ ისდან არ გაქვს, მაგრამ ის მოდელი იმის ახალი თანამედროვე ვერსიები არის, მაგრამ მე ის ძველი მინდა, რაღაცა ფოთლის ფორმა ქონდა და ეგ იყო ჩემ ეგერ მე გვახსოვს რომ პირველი აი ნახოთ მე და მოვძებნოთ ეგეთ. დანების გამოყენების მხრივ მე ვიტყვი რომ ანუ აი გეგის და აი ჩემი ხედვა დანებზე რამდენად განსხვავებული არის. წვეტზე გვისაუბრია ხოლმე რომ აი მე ვსაუბრობ რომ წვეტი ადვილად ტყდება და ესე საჩუქრად თუ ხარ ვიყენებ და რაღაცა და გეგი მითხრა სულად საპირისპირო რაღაცა ოღონდ პრაქტიკაში გამოსწილი რომ წვეტიო რანაირად წვეტი რომ იმდენჯერ დამჭირები რომ მიწა რომ მომეთხრაო რაღაცაზე ჩამერჭოო და ანუ ამსახველი ფოტომასალას ჩამიგდია რომ აი კლდესთან ყოფილა რომ ნაფეხურები გამომიჭრია აი ამდანით კი ბატონო ფიქსით ნუ ეგ არის რა მოკლედ მიზანი რომ ჩვენ თეორიაში ვიცით და გეგი პრაქტიკაში არა მოდი ეხა ძალიან ისეთ რაღაცას საშიშ რაღაცას იძახის ბატონი გიორგი ანუ არამს და არამს არავითარ შემთხვევაში შეეცადეთ მე მესმის რომ როდესაც რაღაცა ხილთ გაქვს კონკრეტული ნივთი და არ გაქვს სხვა ალტერნატივა რო გჭირდება გამოიყენე მაგრამ თუ რაღაცა არა ეგ შეninebაა კი ბატონო გააფუჭე რამდენიც გინდა მაგრამ მიზნობრივად ხო არის კონკრეტულად ინსტრუმენტები რომელიც საჩიჩქნად უკეთესად გამოიყენება თუ გაფუჭება გინდათ ნება თქვენია რამდენიც გინდა იმდენი გააფუჭეთ რა აი წეღან უნდა მეთქვა 2017 წლიდან დავიწყე ძალიან ტყეში გადავედი მომიწია ფიქსებზე გადასვლა დანებით საჭიროებამ დაგანახა რა რომ ან როგორცა დავიწყე ლოქოზე თევზაობა თოკით თევზაობდი და რაღაც მომენტში უნდა გადაჭრა ის დანასუნდა ეგრე გავიცადე მე და შენ ერთმანეთი მგონი მაშინაც რომ მოხდი რომ გასალესად მოიტანე დანარა და გამქა ჩავსათავ რომ ეგრე გადავჭრაო ეგრეო რომ თოკის საჭირო ქონდა ბარგალკი გაკეთებული ხა გამახსენდა მან იყო ის პრობლემა რომ ხშირად მეძინა ხოლმე რა და საძილე მეშოქში ისე მქონდა ის დანა რომ არ შევეწუხებინე და არ გავეღვიძებინე თოკი რატო უნდა გადაჭრა რომ მე არ ვიცი უბრალოდ რომ მაგერად თოქს ხმარო და ისო გაკაჩავს შეიძლება ფეხზე მოგებას და ვა არ ვიცოდი და თუ ვერ იმაშები რომ გადაჭრა ხო 15 კილოს აქვს 150 კილოს ჩატანა და ჩაკატრევს იმასა სამაშულო ჟილეტი არის 50 კილოიანი მაქსი აი ესეთი რა ის წაგიღებს არ ვიცოდი ვა რა საინტერესოა და ფაქტორიც ყოფილა რომ აი ამაუტივტივებია ალგეცე რა ეგრე ადამიანი ოღონდ ბადით თევზაობდა და გონია შენებრივ შემთხვევა რომ გაუკაჩე და გადაგიჭრია რომ თქვა თუ აღარ იმაშები მაგრამ შემჩნევია ბევრჯერ იმიტომ რომ რა მოკავს ადრენალინში ვერ უყურებ რა იქ სად იყრება სად არ იყრება მაგრამ მე მაინც ან მაგ მეთოდით ბევრი არ თევზაობს და ისეთი ბევრ შეიძლება ეგ არ გამოადგეს მე ჩემ გამოცდილებას ვიძახი. ის იქნება ალბათ ახალი ესეთი თემა, რაზეც შენ იტყვი ახლა, იმიტომ რომ ჩვენთან გავრცელებული არის ვიდეო პასუხი. ჩვენთან გავრცელებული არის რომ ტყეში რომ მიდიან მიხეილ ნანახიძის მაშინ დიდი რემბოს დანებით მიდიან ხოლმე და რაღაცა უშველებელი დანებით მიდიან ხოლმე რა და რეალურად მე არ მგონია ბევრი ადამიანი იყოს რომ შენ ერთ პრაქტიკაში გქონდეს გამოცდილი და შენგან გამიგია ბევრჯერ რომ აი რაღაცა ელემენტარული მრავალფუნქციური ლეზერმანის რომ მქონდეს ან რაღაცა მრავალფუნქციური მქონდეს ყველაზე მეტად მაგას იყენებ ალბათ. ისე ეთქობა ხო ბავშვების დანები რატო არ აქვს შემონახული ეს როგორც ჭამს დანებს რა დანა გაუძლებს გაზეთს ვანახებთ აი ხელში ჭიროს კოსტილი აი ჩანთაში დამაკ პირველადი დახმარების პაკეტი სისტემის შეჩერება რაღაცა იქვე მაქვს ლეზერმანის დანა რა ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთნო სადაც არის რა ჩანთა იმას არ ვეხები არც ამაქვს არც იმოშვები ეგ არის შავი დღისთვის ეგ დამჭირებია ძალიან ბევრჯერ აი მოტოთი ტყეში დამწვალ პაკრიშკაზე გადამესაბურავზე გადამიულია და აბურდულა შიგნით და იქ ვერაფერი ვეღარ გიშველი და გარდა იმისი რა აი ესენი ძალიან მომწონს მაგრამ ბრტყელტუჩა რო არ აქვს ნუ საჭიროა რა მაგ დროს ბრტყელტუჩა კი აი მოადუღე რაღაცა და ცხელი იმის გადმოდგომა და ამითი რაღაცები იმაშება ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეგაწყვეტინე გეგი ბოდიში ანუ მე მაგალითად დღეს სანამ ამოვიდოდით რა ხა გეგი გათვითცნობიერებული კი არა პროფესიონალი ამ საკითხში და იმდენი რაღაცა ნახე მე ხა არ ვარ არათუ მოყვარულადაც არ ვითვლები და ანუ ეკიპირება როგორც ესეთი რა ანუ რამდენ ხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს ანუ რა არ უნდა დაგავიწყდეს რა უნდა გქონდეს ანუ დროთა განმავლობაში ანუ ალბათ რაღაცა მაგაზეც ვისაუბრებთ იმიტომ რომ ანუ ჩვენი დანების ასე ვთქვათ სიყვარული და საქმიანობა გვიბიძგებს რომ ნელ-ნელა ახალ-ახალი ჰობით შევიძინოთ და საქმის კუთხითაც შეიძლება რაღაცა სხვა აქსესუარები
და სხვადასხვა ბრენდებთან დავიწყოთ ურთიერთობა და მოკლედ შენი გამოცდილება ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამ ეტაპზე ეგ რა. ცალკე ეს დიდი სიამოვნება დანას რო ყიდულობ მოგწონს და იმას რო ხმარობ და იყენებ ეგ ყველაზე კარგია ჩემთვის. ეგ რას კითხავ ხლა შემდეგი ჩვენ მაინც ასე თუ ისე თეორიულად ვიცით პირველი რომ შემოდიან ხოლმე და გვეუბნებიან რომ აი სალაშქროთ მინდა რაღაცა ცოტა ისე მინდა პირველი ვეუბნებით ხოლმე რომ ფიქსირებული უნდა იყოს დანა ნუ ჩვენი გამოცდილებით ეს არ არის ეგრე დასაკეციც ანუ ხო დასაკეციც აი გააჩნია ლაშქრობებს. ნუ გეტყვი მე რატო ვეუბნები მაშინ და შენი აზრი მითხარი იმიტომ რომ ფიქსირებულში ნუ რომედიან სანადირო ტყეში რაღაცა პროდუქცია მე მგონია რომ ფიქსირებულის მოვლა ადვილი არის გაწმენდა ადვილი არის მაგას შენახვა ადვილი არის უფრო რაღაცა მყარი არის და ასე თუ ისე შეიძლება თქვა უფრო მეტ დატვირთვას და ეს არც იმას უვლის არც ამას. ეგეც არის ხედავ? გამოცდილებით როგორაა აი გააჩნია ხოლმე ძირთადად ყველას თავიდან ეს რომანტიზებული თემა ის რემბოს დანები შუაში ძუა დახვეული ნემსკავთან ერთად ეგეთი რაღაცები ძირთადად არ არის ხოლმე. ლაშქრობა იწყება ხოლმე ან ერთდღიანი, მაქსიმუმ ორდღიანით ხოლმე რა. აი აბუდელაურის ტბები, ქარელში დამავიწყდა ბატეთის ტბა, რაღაცა მსგავსი ადგილებით. ლიზერმანის დანა ან ესეთი დანა, ჩემი აზრით, სავსებით საკმარისი არის. არ გიწევს ანუ არა აქვს რეალურად ამას რაღაცა ის დანიშნულება, რომ თავიდან ხა ამითი ხეს კი მოჭრი, მაგრამ თავიდან არ გჭირდება რა. ან არაზროს არ გჭირდება. ანუ შენ ემხრობი იმ მეთოდს რომ პატარ მე ხერხი უნდა გქონდეს თან არა პატარა ხა ტოტიც რომ მოვგვინდეს რა დანთება რა მოტეხავ დანა არ გჭირდება მაგრამ ანუ მონატეხს ჩამოვიმას დანა ერთადერთი გჭირდება თუ ნაწვიმია მაგალითად ეს ხე რო ავიღოთ რომ უნდა გაჭრა და შუაგული სუფთა რო ამოიღო რასაც მარტივად მოეკიდება ცეცხლი ერთი იუთუბერი არის სუ ვიქტორინაქსის დანებს იღებს ამითი აი გახსნის გარეშე ოღონდ ეს ამერიკელია პოლონელი არის მე მგონი სუ აი ამითი სუ მუშაობს ბატონიგზე ამუშავებს ოღონდ ჩაკეტილს არა ჩაგასაგები ჩაკეტილი როგორც ეგ თქვენ უფრო გეცოდინებათ როგორც ვიცი დარტყმის დროს ეხა ამას რო დარტყა უფრო დაადგება ძალა ესეთ მოხრილ მდგომარეობაში რო არტყა უფრო ნაკლებად ეს მეგობრებო ანუ და არა ეს ხო ეგ არ ვიცოდი და პირველი ჩემი მეუღლის სპაიდერკო იმ სხირფლეგა ხო ენდურო ხო ეგრე გავტეხე ეგ მახსოვს ეგ ამბავი მწვადს ვანთებდი მწვადისთვის ცეცხლავთნებით დაჩაზე და ხელით გავტეხე რა ოღონდ გაშლილზე ხო ეგ ახლა საინტერესო თემასთან მივდივართ გატეხვის მე ისიც მაქვს იმის კადრები სად გატყდა როგორ გატყდა ანუ გამძლეობას მოდი ასე ვთქვათ რა მე მინდა ესე ვთქვათ ზოგადად დანებს აქვთ დატვირთვა ანუ დანის თვისება ზოგადად არის ორნაირი ანუ პირდაპირი ანუ რისთვისაც დანა არის შექმნილი უშუალოდ და ირიბი ანუ პირდაპირი არის როდესაც მაგალითად რაღაცა კონკრეტული დანა შექმნილი არის პროდუქტის დასაჭრელად მაგრამ ის პროდუქტის დასაჭრელი დანა შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს ხის გასათლელად რა ანუ ამ სიტუაციაში დანას შეიძლება შეასრულებინო ბევრი თვისება და ნუ რამდენად მიზანშეწონილია ეგ სხვა თემაა, მაგრამ ნუ გამძლეობა მანდ უკვე მნიშვნელოვანი ხდება რა, ანუ ეგეთ დროს რა. ახლა ერთ ახალ რაღაცას დავაკვირდი რა, იმიტომ რომ რომოდიან ხოლმე და კითხულობენ, ახლა გეგი ხსნის პრაქტიკაში როგორ არის. ჩვენ ისე რომ გვეკითხებენ არასწორ პასუხს კი არ ვაძლევთ რომ ფიქსი ჯობია, მაგრამ ნუ იმას დავაკვირდი რომ რეალობაში ალბათ არავინ არ იყენებს აეგრე, რომ ის მაქსიმუმი რესურსი რაც აქვს მაგალითად იქ ფიქსირებულ დანას და ასე შემდეგ. არ გჭირდება რეალურად. ვიდეოებში რასაც უყურებთ რომ ერთი დანით ბატონინგიდან რომ არავინ თავს არ იკლავს რა ეგრე რა. ანუ შეიძლება რომ გატეხო, მაგრამ შეიძლება მეორე ადამიანმა ისე გააკეთოს ის საქმე რომ არ გააფუჭოს. ანუ დარტყმასაც და მოხმარებასაც ცოდნა უნდა რა. ნუ პირველ რიგში გამოდის მაშინ რომ რომელიც მოგწონს მაგით უნდა შევარჩიო და ეგეთ უნდა ითქვას ხოლმე რა რომელიც მოგწონს. დანარჩენი მოთხოვნილებას და საჭიროებას ტყეში რაღაცა წახვიდე ასე თუ ისე. რა მანძილზე მიდიხარ. ანუ როდესაც დიდ მანძილზე ფეხით მიდიხარ, მანდ მესმის რომ ყველა გრამს რომ მნიშვნელობა აქვს. თუ არ მიდიხარ დიდ მანძილზე, წაიღე ერთი ხერხი ან პატარა ნაჯახი დანასთან კომბინაციაში და დამთავრებულია მაგ ყველაფერი. ძირითადად აი ხერხიც ისე არ გჭირდება რა. ეხლა საკუთარ წონით რომ მოგქაჩო რაღაცა მოტეხავ რა ეხლა და რაც შეეხება დანებს აი გასვლებზე რა ფიქსი კარგი არის ეს აი გერბერის რაღაცები დამწყებებს ძირითადად ეგრე ვაკვირდები რომ ეგენი აქვთ ხოლმე რა თუ მოტყუებული არ არიან რაღაცა ყალბი რეკლამებით ძალიან ბევრი გავაზროთ მოტყუებულები დავიწყო მე შევყვეთ მაგასაც ძირითადად საკმარისი არის აი პატარა ხერხიც აქვს ეხა ამას ამით რაღაცა ამ ხელახეს ვერ მოჭრი მაგრამ
გაატანინა. აი მაგ ხერხზე მაინტერესებს ყოველთვის კითხვა მქონდა ტურნირებში რომ იყიდა და პატარა ამხელა ხერხზე და იმას იყენებს რამეში. ანუ ზედმეტია. ზედმეტია კი. აი ხა ესეც რა ის არის რა. ყველაზე მეტად გამოდგება პინცეტი. პინცეტი? პინცეტები რო აქვს. აი ეს. ეგრაში რას გულისხმობ? სად ვიყავით? არ მახსოვს, კახეთში ვიყავით. გამოსაძრობად რაღაცა. აი ზუსტად ესეთი ამითი ის ამოიღო. ძალიან პრობლემარი არა, ხიჭვი ერთი და ამოიღო ტკიპა. ტკიპა ცალკე პრობლემაა ხოლმე ბალახში. ტკიპა უბრალოდ ჯერ უნდა რა იცოდე რომ თავი ამოაყოფილო და მე ამოიღო. ამოღებაც მარტივი არ არის. ნამდვილად. ხელით ესე მოტეხა უბრალოდ და თავი ჩარჩება. ეგ ჩირქდება და ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე. მე სულ ვიმოწმებ ხოლმე თუ ეგრე მაღალ თითიან იმაში ბალახებში დავდივარ ხოლმე. უი დედა ეს რა მითხარი, ტომე მაგარად მეშინი. ეხა არ იქნება წესით. კაი რა. მე რეიცის ძulis უბედური ის ისე რომ ვერ გაიგებ, ადამიანი ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიდის რა. რამოდენიმე მეგობარს ჰქონდა ეგეთი შემთხვევა. მოდი ეხა აი ორი დანაა და დაიჭირე ორივე და ესე ერთი შეხედვით რა. რა განსხვავებას ხედავ? ერთი შეხედვით. ესეთი დანა სხვათა შორის ორიგინალი ვაჩუქე მამა ჩემს ადრე ძალიან კარგად იხმარა ხმარობს მოწონს ეს შენ ატყობ მაგას რო არ არის ორიგინალი? აი ამაზე ნალესი არის რაღაც მაღლიდან და ნალესი გიოს გავალეშინე და მაგიტოა მაღალი. აი აქეთან ხო აი რაღაცა გასხვავებული არის. სიმართლე გითხრა ონტარიო ძალიან არა აი კლიპსაც რაღაცა ისეთია რა. ხო აი კლიპსა ესე დიდი განსხვავება ხო რა არ არის. ვიზუალურადაც ეხა ეგ ორი დანა მე რომ მკითხო ამით შეგიძლია ანუ იქნება ადამიანი ვინც ყოველ შემთხვევაში ტესტებამდე ტესტების მერე კიდე სხვა პასუხები იქნება რა შემდეგ ვიდეოებში კიდე სხვა ინფორმაციები იქნება ამის ტესტი ძალიან მაგარია რა ეხა აი კამერაში რაღაცას გონია გაუძლებს რა ხო გაკეთებს ხელზე და ანუ ეხა წარმოიდგინე ვიღაცა რეკლამას გააკეთებს ნახე ბიჭო რამდენი თმას პარსავს არა და თმას კი პარსავს მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებს ეს დანა. თმას პარსავს. მარტო თმას პარსავს. ხო, თმის პარსვა ისეთი ისე მარტივად ვლაზდება ერთ რაღაცას რომ იმაშვები. ეგ ვეღარ გაპარსავს თმას, მაგრამ ეგ მუშაობს და. ხო, ეს ისეთია. აი ეს ამას ხმარობ ხოლმე ძირითადად აი შენი გალესილს წამოვებ ხოლმე დაახლოებით 2 საათში მიდის რაღაც კონდიციამდე, ხმარების 2 საათს გულისხმობ და დიდი ხანი მერე რაღაც ერთი პირი უჭირავს. ეგ ნათქვამის გვაქვს ბერჯერ რომ თავიდან დანას აქვს აგრესიული ჭრა, აგრესიულად კარგავს და ჯდება მერე სამუშაო სიბაზრეზე ჯდება. სამუშაო მდგომარეობაში და ის სამუშაო მდგომარეობა უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ხანი. ეგ არის სწორია სვა დანარჩენი. აი რაც არ უნდა მაგარი ფოლადი იყოს ტესტებს რო ვატარებდით თოგზე, მაშინაც აქ თავიდან თავდაპირველი სიბაზრეს ეგრევე კარგავს დანა რაღაცა პერიოდი, აი ეს 2 საათზე როა საუბარი, ეგა და მე ჯდება სამუშაო მდგომარეობაში. კი ბატონო. კაი, სამუშაო მდგომარეობაში რო ჯდება, მე მაინც კომფორტულია მუშაობა. არა, კი, მე რეალურად აი რაშია პრობლემა, აი რაღაცა გაქვს სიტყვაზე ავიღოთ გასათლელი. გალესილი თუ დაგჭირდებოდა 10 წუთი, იმედ შეიძლება 15 წუთი და ანუ დისკომფორტი არის თორე რაღაცას ვერ გააკეთებ, ეგეთი რაღაცა არ არის რა. და მაგ მდგომარეობაში დიდი ხანი არის. ანუ აი სას კი, მე ამდანით ძალიან კმაყოფილი ვარ რა. მაგდანაზე მინდა მე გავამწერებს გთხოვთ რა, მაჩვენეთ ძალიან გთხოვთ, ვიცი რომ ბევრ თქვენთაგანს ვოიაჯერი გაქვთ. ჩემი პირადი თხოვნა არის რომ ახლო ხედით გადავუღეთ ფოტოები და ჩაგვიგდეთ კომენტარებში, მაინტერესებს გეგისნაირი შეჭმული ვოიაჟერი ვის ექნება რა და ეს შემიძლია რომ არც შემეჭამ უბრალოდ გავიმეტებ თორე შეგილია ხედა არტყა ჩაფიქრე და შეჭამე ხო უბრალოდ იმენ გეგიდანებს შეგილია არ გაიმეტო რა მაგრამ იცი რატო ვიძახი ამას ანუ ესეთი ადამიანი ამის გაგჭირება მინდოდა და ვერ გავუყო ხო აი მაინც რო დანა ხოძია ესე იგი გადაუჭი ბოლტი მოეშვა ორი ბოლტი ესეც მოეშვა დაუჭირე ეს ქონა ძირითადი მოშვებული ყანყალებ და ოდნავ დაუჭირე და იგივე ახალი ვითარ. ბოლტის მოშვებაზე მინდა კიდე ხაზგასმით თქვა ესეთი რაღაცა. მაგალითად გუშინ დაგერის დამფუძნებელის პატარა ის იყო რა, ჩართვა ინტერვიუ ერთ-ერთ არხზე და მოკლედო 5 წელია რომ ხაზგასმით გადავწყვიტეთ რომ რეზბის ფიქსატორს არ ხმარობთო რა, ანუ შეგნებულათო რა, ანუ დაგერზე, იმიტომ რომ დიდი კვლევა გავაკეთეთ და ჩვენი მომხმარებლების უმეტესობას უნდოდა რომ თვითონ დაეშალა, აეწყო რაღაცა მექანიკა დაეყენებინა, ანუ ამით ერთადერთი რამის თქმა მინდა. ეს ბოლტის მოშვება, როდესაც თქვენთვის ხდება პრობლემა,
მაგ სიტუაციაში მგონია რომ თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ ალბათ დანა რა, იმიტომ რომ დასაკეცი დანა არის კონსტრუქცია. ნებისმიერ კონსტრუქციას რაღაცა პერიოდის მერე ჭირდება შეკეთება რაღაცა და ანუ ვოლტის მოსვლაზე ნუ დაპანიკდებით ხალხო რა. მე ესე უხსნი ხოლმე ადამიანებს ვიდეოში არ მახსოვს მაქვს თუ არა ნათქვამი ზოგს გონია რომ აი ვინტების მოშვება არის რაღაცა პრობლემა. აი ეს მე მგონია რომ რაღაცა ახალი რო არის და რაღაც ცოდნის ნაკლებობა არის, თორე ზუსტად იგივენაირად აი ეს რო ცენტრიდან გამოიყონო მანქანა და საბურავს ყურადღება უნდა მიაქცო, იმიტომ რომ მეორე დღე შეიძლება დაშვებული დაგხვდეს და ეს იმას ანიშნავს რომ რაღაცა პრობლემაა. ზუსტად იგივენაირად არის ვინტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება დანების შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა რა ფასიანი არის, როგორ არის, რანაირად არის, ვინტების მოშვებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. სხვა შემთხვევაში დაიკარგება, მერე შევნა ჭირს ხოლმე. ეგ არის. აი დამწყებებზე კიდევ ვიტყვი ერთ სიტყვას, წეგან ვერ მოვასწარი. ანუ იმ ძალიან მიმართულებას არ ვაწვევი, რომ აი არ გჭირდებათ ფიქსები და შუა კარგი არის, მაგრამ რეალურად აი ძალიან დიდებს ყიდულობენ ხოლმე. აი ხა ამაზე დიდი ჩემი აზრით 11-11-ზე არის. 11-11-ზე ტარი და ჭრელი პირი. აი მოდი ზომას რო ჩაუღრმავდეთ ახლა ზოგი ისახის რომ აი გზელიდან რაღაცა მოკლა დაგჭირდეს იქ ნადირის რაღაცა ისა ჯერ მანდენა დავიწყოთ რომ სამწუხაროდ საქართველოში ფრინველის მეტ ყველაფერზე აკრძალული არის. კურდღელს ვერ მოკლავ, ტურა, მელია, მგელი, არაფრის შველი, არაფერს მოკლა შეიძლება. ძალიან ბევრი ნადირობს და ეგ ცალკე თემა არის, მაგრამ ესე არ შეიძლება არაფერზე რა. ანუ ვერ ჯერ აუბედურება დანით მოკლა. დავიწყოთ აქედან ისე მე არ ნადირობ მიშა მე ხორცაც არ ავჭამ, მაგრამ ნუ უთქვიათ ხოლმე რომ აი სიგძე ხანდახან საჭირო არის რომ რაღაცა არ ყოფნის და მე ვერ ახვდები ხა ხო არ ვიცი. მოკლედ შენც მაგაზე ხარ რომ სიგძე ხო უფრო რაღაცა ის მგონია რომ რაც უფრო დიდია დანა უფრო ვიზუალურ ეფექტს აძლევს ადამიანს რომ აი ის რაღაცა არა და აი ეს სავსებით საკმარისია ხოლმე ოღონდ ბრტყელტუჩა რომ დამატებული კონდეს არაფერი აღარ უნდა. ბრტყელტუჩაზე კიდე კარგი ისაა ხოლმე რომ თუ აფუჭებ რომ ეცვლება პირები ლეზერმას აქ რამოდენიმე უმეტესობა მოდელი ეგეთი აქვს რომ პირები ეცვლება. ეგ ძალიან კაი დამატებაა ხოლმე. გავაფუჭე ორი პირი აი რაღაც მავთულებზე იმაზე ამაზე დანა რომ გადასაგდები აღარ იყოს ხოლმე რა. ეს ისეთი თემები არის, მაგალითად ცალ-ცალკე ვიდეო კი, შეიძლება რა თქმა უნდა, როგორ შევარჩიოთ დანა, რა ფერი უნდა იყოს რაღაც მაგები ცალ-ცალკე. დღეს რაღაც მაინც გასწრების გვექნება. დავამოწდა რა მკითხე საით რაღაც გადავედი. იმაზე ჭუჭყზე და საკისრებზე იყო საუბარი, რომ თქვა საკისრებთან თუ ქონია პრობლემა რამე. ხო. ჭუჭყის გამო თუ შექმნია მოკლედ პრობლემა რა. ჭუჭყის არა, უფრო ბუნტყლების ალბათ საძილედან იყო. აი ეს აღარ იშლებოდა, აქ იყო ჩასული ის მტვერი. ეგეც იშვიათად რა, ერთხელ მომხდა. მეტი ისეთი არაფერი. და მე სხვათა შორის საკეცები, აი ხომ მქონდა პერიოდი, რომ თავიდან საკეცები, მე ფიქსებზე გადავედი, მე თავიდან დავიწყე ამ ხელ ფიქსებით, რომ ტანტო და მეც ეგრე დადაცე უნდა მებზოლა და მივხვდი, რომ დრო და დრო წლების მე მივხვდი, რომ არაფერი შუაში არ იყო. რაც უფრო მე აი რაღაცა სუბუქი გასვლები შემიყვარდა, დავიწყე ამების ტარება. ამას მოუწია ერთი ფოტო მაქვს შენახული, ერთი დიდი ტოტის გადაჭრა, ძალიან კაი სათევზაო სატყუ არ გავჭედე ხეზე და ამეთი გადაჭრა დიდი ტოტი. აი ამაზე ოდნავ თხელი. ხო და იაპონური იყო იმფერს ვეღარ ვიშოვიდი და იქ იყო გაჭედილი და ამას მოუწია მაგის მერე გადაუჭირეთ, იმის მერე პრობლემა არ ქონია. მან შემეძლო ისე მეხმარო რომ გამეტეხა კიდევაც, მაგრამ რაღაც გამოცდილების ხარჯზე უფრო თხლად ავიღე და მაინც გაჭრა. მოდი რაღაცა შემომშინე და ჩვენთან ძალიან პოპულარული არის და დანის პირზე რაღაცა გრავირებებს ვაკეთებენ და ჩაღრმავებს და მაგალითად რო გამოცდილება გააქვს შენ. შენც ისეც გამოცადე პრაქტიკაში რა და აბა მაგაზე რო თქვა შენი აზრი შენ. აი ამას მე ახლო კადრებს ვანახებთ. აქეთ გრავირება მაქვს ისეთი რომელსაც გაწმიდა, აქეთ გრავირება მაქვს რა გითხრათ, როგორი რაღაც წვრილი რაღაც რო შევიდეს, დანაიკარგება. რაც უფრო დიდად ჩადის ლაზერი, უფრო ძნელი საწმენდია ლოგიკურად რა. ეგრე გავაფუჭე ერთი დანა, იმის მერე ანუ მოკლედ იმის ხლად გრავირებას თუ გავაკეთებ. მოდი შენ გამოცდილებას ვიტყვი, რომ თევზი დაამუშავე ხო ერთხელ და იმენა ჩავიდა შიგნით აი პატარ-პატარა რაღაცა ნაწილაკები რომ არ მახსოვს. მე ცეცხლი მოუკიდე რომ ამომეწვა, იმდენად ვერაფერი ვერ ვქენი რა. ეხლა მაგას მოვაყოლებ ერთი არ მინდა სახელი და გვარის თქმა. ერთი ხელით გრავირებაზე მაქვს რა საუბარი, რომ მოკლედ შეუკვეთა რა საქართველოში რა. კაი თანხა გადაიხადა და ნუ ჩათვალა რომ რახან კაი თანხა გადაიხადა
თან ლამაზია ვიზუალურად, აი ეს უნდა ყოფილიყო ყველაფერი და ბოდბეში თუ სადღაც კახეთში რა ლუდი საფახმელიოს უბრალოდ აკეთებენ და შებოლილი თევზი აჭრა ბიჭმა რა და აი ვერაფრით ვეღარ გაუყვანა გიო თან მე ჩაჟანგდა ეს შიგნით ამ გრავირებაში მოდი ჩემაზესაც ვიტყვი მაგაზე რა საქართველოში პოპულარულია რომ ეგრე ნახატებით და რაღაცებით იცოდეთ რომ პრაქტიკაში ყოველად გაუმართლებელი არის საკოლექციო კი ბატონო და მეორე კიდე ერთს ვიტყვი რაღაცა არამის გონს ხომ აღლა ვინც მოდის ხოლმე ყველას პასუხობ რომ აი იციან ხოლმე რომ სასაჩუქრად რაღაცა დანებს იყიდიან ხოლმე და სახელებს რო აწერენ დანის პირზე და ასე შემდეგ დამიჯერეთ ბევრი მოსულა ჩემთან და ბევრს უკითხავს რომ როგორ წავაშალო ეს სახელიო ანუ ისე კი არა განაისრო საჩუქარი არ მოწოს რაღაცა მაგრამ ну ჩემი აზრით მაგალითად შეიძლება რა შიგნით ლამაზად გააკეთდეს ეს ყველაფერი ისე რომ არ არის საჭირო დანის პირზე რაღაცა იყოს მე სიმართლე გითხრა ხელოსნებისაც არ მისმის რა ფოლადებს რომ დააწერენ ხოლმე მაგალითად ძიბა რო აწეს მაგნაკად დიდზე რო აწერი ამ ხელა დანა არის და ერთი 10-20% იმას უკავე დანის პირზე აწერენ ხოლმე მაგნაკად ну ჩემთვის პირადად მიუღებელი არის და ამახინჭებს თანას რა შენი გემოვნების ამბავი არის რა აი ეს პატარა წარწერები სავსებით საკმარისი ეხა ძალიან იმაში გადახვედი არა სხვა გაწავედი არა არც მე არ მხიბლავს მეც მირჩევნია რომ მაგალითად შიგნით იყოს შიგნით ლამაზად კი ბატონო ეხა სინკევიჩი როგორც აქ გრიმსმოს აქ ბევრს კი ბატონო მაგრამ ეს მაინც უფრო მაღალ ჰაი-ენდ დანებზე რა ანუ იდეაში სერიულ რაღაცა ჩვეულებრივ დანებზე ალბათ ჯობია რომ ჩანდეს რომ მაინც ყველა ცდილობს რა ასე თუ ისე ვისაც აი ვიდაიფი ხო აწერს პირზე მაგრამ ისე წვრილად აწერს რომ თვალში არ გეჭხირება რა გეთახმები ანუ ეტელა და ის კი ბატონო მე რამოდენიმე არილესება იქ არ გააფუჭო რამოდენიმე ქართველ ოსტატს მეგობრულად ვურჩიე რა რომ ეს დიდი ლოგოები არ გინდა თქო იმედია არ მიწყინეს იმიტომ რომ მე ძალიან გულშემატკივრობ იმ ხალხს ვისაც ეს უთხარი და მეც ვემხრობი რა მაგას რა ხო და ეხა კიდე რა მინდა რა რატო ვაღლაბუცებ ამ რამოდენიმე დანას რა მინდა რომ რეალობაში დაგანახოთ რაღაცეები რა მაგალითად ეს დანა სამწუხაროდ თავიდან დამავიწყდა რომ კადრში მეჩვენებინა რომ ამ დანას როდესაც დავიწყე ხმარება არანაირი შატკა არ ქონდა რა ანუ საერთოდ არ ქონდა შატკა და ერთადერთი გეგი საკისრები მათქმევინე ერთადერთი გეგი თუ შენ მოგეცი რომ გადაგეჭრა ტოტი ანუ ეხა აი ამ დანას ესე რომ შეხედავ არის რავი რა მშვენიერი დანა მაგრამ აი ეს არის ზუსტად აი პატენტის მარაზმატიული მომენტები რომ გარედან ერთი შეხედვით შეიძლება ყველაფერი წესრიგში ჩანდეს კი ეხა საკისრებზე არ უნდა იყოს ეს მოდელი გასაგებია ეხა ამით შეიძლება მე და შენ მივხვდეთ მაგრამ ბევრი ვერ მიხვდება იყიდის და როგორ ორი ტოტის გათლაში დანა დაიშალა რა ანუ დაიშალა რა ჩვეულებრივად საერთოდ არ ღირს ეს დანა იაფი ანუ ეს დანა ეხლა არ ვიცი ოდნავ შეიძლება გაიაფთა მაგრამ მე როდესაც ვიყიდე გადავიხადე 130 ლარი რა ხო და მე ვიყიდე კი შეგნებულად საპირწონეთ რა პირობითად ეხლა აი ამ დანის საპირწონეთ რო ავიღო მაგალითად აი ეს დანა რომლის ზუსტად ესეთი არ გვაქვს ჩვენ მაღაზიაში მაგრამ ამ ბრენდის ბევრი დანა გვაქვს რა რომელიც 33 ლარიდან 75 ლარამდე ღირს ანუ აი ეს მაგალითად რამდენიც გინდა ვაკეთო არც დაიშლება არც გადაიშლება არაფერი არ მოვა ანუ ფასი აი ხალხნო არ არის ამ მოსავალი წერტილი რა და იმით გამართლება რომ იცი რა მე არა მაქვს იმის საშუალება რომ ორიგინალი ვიყიდო ანუ უბრალოდ თავს იტყუებთ ანუ იგივე ფასად შეგიძლიათ კარგი დანები იყიდოთ მეგობრებო ანუ რა თმინდა ეხა მაგალითად აი შამანი რომელსაც რავი აი ეს შეჭამს ეს კიდე ეხა ეგ საერთოდ სხვა კატეგორიაა მაგაზე მეგონენ ალბათ ეს არის დანა რომელზეც ბატონ გიორგის ერთი პერიოდი ვეხვეწე ეს ჩამოიტანე მე ვიბარე რატომ ეხვეწე მაშინ ხო იმიტომ რომ სკანდისზე ეს უკვე გიოს მომენტია ვეთახმები მაგ საკითხში და დასაკეცი სკანდები ბიუჯეტურ სეგმენტში ნუ ფაქტიურად არ არსებობს და რაც არსებობს ის არ ვარ გადა აი ეს დანა რომელიც სადღაც 100 ლარის ფარგლებში არის ნუ არ ნახული რაღაცა არის ნუ აი საოცარი დანა არის ჭამს რა აი ხეს რასაც ქვია ჭამს ან პირდაპირი მნიშვნელობით რა და როდესაც შემიძლია რომ ვიყიდო 100 ლარა დანა რომელიც მაგრად მუშაობს
რატო უნდა ვიყიდო? რაღაცა საშინელება რა. ეს რაღაცა მინდა ჩვენ ესე მგონი საღამომდე ვისაუბრებთ. საღამომდე ვისაუბრებთ, რაღაცა აი. ფორმატზე რო ჩამოყალიბეთ და ერთ სიტყვი რა, აი ტყეში გასვლა კიდე ერთია ხოლმე და თვითონ ის პროცესი რო ხსია, აი ძალიან მნიშვნელოვანი ხოლმე კარგი დანა რა. აი ხა ეს ისეთი სასიამოვნო დანა არის რა, ხელში ისე კარგად რომ შეიძლება 1 საათი უბრალოდ ტყილად შენ მე მგონი არ იმას გიქცე. სიამოვნებას განაგებს. რავი სკანდი არა ამდანი. მაგდანით არ გამეთვლია. სკანდით გავიგებ ძალიან რა. კაი. დაიჭი. რა არის? მე თუ შეიძლება გადააწოდოთ. ცალკე ვიდეო შეგვიძლია ჩავწეროთ გამოსტაზე სკანდის და თქვა სხვა დანას შედარებით, რასაც ვიძახით ამდენი ხანია. რა თქმა უნდა. ხო, ნუ აი, კარაქივით ჭრის რა. და კონტროლირებადია. კონტროლირებადია, კი. გინა სიღრმეში რო ჩახვიდე ძალიან. კი ბატონო. აჰა. კი ბატონო. რამდენიმე გასმაში შეიძლება მთელი ტოტი გადაჭრა. ნამდვილად. მაგას მოხმარება უნდა. ისე სიამოვნეს პროცესში დანა. პატარა ანათალი რო გინა ნახე აი. ხო. მაგრამ ძალიან კაი დანა არის. არა, ეგ პრობლემა არის, რომ გალესვის თემა დააბლაგებ და ნუ სიმართლე გითხრა, მოდი ესე ვთქვათ რა, რამდენი ხანია ამას ხმარობ? ხო კარგად იხმარა. სამუშაოთ ალბათ 6-7 საათი მუშაობაში. 6-7 საათი გაქვს მუშაობაში. 6-7 საათი დანებს ვინ წყიდულობს, იმათგან შეიძლება 95%-მა რა მთლიანად არ ამუშაოს დანა. კი ბატონო. შესაბამისად, თუ ადეკვატურად მოიხმარ და დანიშნულებისამებრ მოიხმარ, ხა დანა გასალესი არ არის და ეს დანა, ეხლა კი ვერ ვლესავთ კარგად, მაგრამ მიკრონალესი რო გაუკეთო, ჭრა არ გაუარესდება ბევრად და შესაბამისად გამოდის, რომ შენ თუ გეყოფა რამდენიმე თვე. ეხლა სხვა ადამიანს წლები ეყოფა და 100 აქვს 100-ს ხო? ხო, ნუ რაღაცა 100-110 115 ლარის იმაში არის რა. რა. გამართლებული არის რა. ანუ არ ბევრი დაგენანება. არათო ანუ ჯერ გინდა ხარისხიანი ჯერ ფოლადი არის აბსოლუტურად თქვით რა დანაზეა საუბარი? SRM-ია. ხო SRM-ია. კი SRM-ი არის. კი არა, ახლო ხედით მოდელის სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ. ახლო ხედით განახებთ, ანუ ამ თუთას გვაქვს ორ ფერში ეს დანა მაღაზიაში და ანუ იმ ხალხს ვისაც გამოყენება უნდა, აი მართლა თვალდახუჭილი ვურჩევ, ანუ საკმაოდ ისეთი ფოლადი არის და დახედეგიო 10 ხრომ 14 კობალტ მოლიბდენ ვანადიუმია, ხო? კი, 10 ანუ ხრომ 15. კობალტის დამატებით და ანუ მაღალი ნახშირბადის დონით და დაბალანსებულობით, ანუ ვეგიაც ეს ფოლადი აღემატება და ნუ ძალიან კაი ფოლადი არის რა. კაი, გეგი, რა მინდა კითხო? ისა. დანას თუ დაუღალატები ხარ? უფრო მე გამიფუჭებია ვიდრე. უფრო შენ გაგიფუჭებია. აი მე ძალიან ასე თუ ისე დანებში ოდნავ ვერ ყვევი, იმიტომ რომ ბავშვობიდან შეხება მაქვს. ჩინურ დანებს არ ვყიდულობ, ისეთ უხარისხო დანებს არ ვყიდულობ შესაბამისად. მაიცა, ხა ცუდად თქვი. ჩინურ დანებს არ ვყიდულობ, უხარისხო დანებს არ ვყიდულობ. ჩინური გიჭირავს, ბოლო პერიოდია ჩინური. ან ჩინურ დანებში აი მე ვსგულისხმობ რა. ანუ პატენტებზე და ხანძია საუბარი, ხო, პატენტებზე მოკლედ. აი უფრო აი ინტერნეტში ძალიან ბევრი რეკლამა გვხდება ხოლმე ქართულში, აი კალაშნიკოვი აწერია და ძალიან გელი რო ახატია, ვოლკ და რაღაცები. ეგ არის დანაშაული. ადამიანს ძალიან ატყუებ, ხო. ის დააკვირდი ახალი ტრენდი როა, მაგალითად იყიდება დანა. რაღაც. დაუშვათ ყიდი ამ დანას, რა? ვიდეოს ამას და ოღონდ ვიდეოში ჭრის დროს ამდანი კი აღარ ჭრიან. ანუ ამას ყიდის და ამით ჭრის. აი ტყეშიც ეგაა რა, აი თუ ადამიანმა გადაღება იცის, იმდენ რამეს მოატყუებ, რომ ვერ გაიგებს. ნუ არ ვიცი. ეს მოტყუება რა სპორტია ვერ გავიგებ. ხო და ანუ ძირითადად კარგ დანებს ხმარობ, აი ესე არ მახსენდება. უფრო წვეტები გამტყდომია რამოდენიმე. ნუ ძირითადად წვეტი გიტყდება ხოლმე. რამოდენიმეზე არა, ბოლოს მაიკროტეკის სამზარეულო აიღე და ერთ კვირაში მოიტანე, ხო? ამაზე მინდა აზრი გკითხვა. შენ ესეთი ის გინახია ზოგადად შეიდი. არა, ეგ მაგ ტიპის დანა როა ესენი კონდეს რა. აი ხა წეღან მე რო 100-ია მქონოდა, შენც რო აქონდა. მაგ შემთხვევაში ხა გაზი ვიხმარებთ რა და მაგ შემთხვევაში კარგია ხოლმე რა. გაზს და თუ დანთება იცი ცეცხლის, ეს ნაპერწკალი ასე თუ ისე ყოფნის. დანთებაც არ უნდა. ეს ნაპერწკალის გეყოფა, ეს პატარა რო გავა. კი, აი ხმელი ხე რო ავიღოთ. ნუ იცოდე რა პროსტა რა როგორ მოწოდე? ესა? ხო. და გავერთე მე აქ თლაში. აი აქ შეგიძლია ამის და რა. უბრალოდ ესე 90 გრადუსზე დაიჭირო, მტვერი გააკეთო. აჰა. ან მოაგროვო და მე ეს მტვერი ამას ეს ალი ყოფნის. გაზს ეგრევე ყოფნის რა, გაზი. აი შეიძლება ის იყოს რა ქვია, ქარი იყოს. აი გაზი როა? ძირთადად ლაშქრობაში ქურებს ხმარობენ ხოლმე და
არის ხო მაგალითად ქარში ხარ და იმას ვერ ანთებ, ხშირად ამას უქნია უფრო რა. ხო, ახლა მე ეგდანა მაქვს რეალურად 6 წელია და ამ 6 წლის განმავლობაში ერთხელ მაქვს რა გალესილი და დიდ დატვირთვაზე არაფერი არ გამიკეთებია, მაგრამ რავი, ძალიან ბევრი ხორცი მაქვს ნაჭრელი, ბევრი ტოტები მაქვს ნათლელი და მყოფნის. ისე ამას მე რაღაც Amazon-ზე ვნახე ამის აღწერაში ერთი და იმის მე რაღაცა გული ავიცრუე და ეხა მაინტერესებდა შენ გეშლება რაღაცა. ის სხვა რაღაცაა, რასაც შენ Amazon-ზე რო გულიდან რო ამოდის. არა, ის ძალიან ეს ანუ საკმაოდ კარგი ფოლადი არის, კარგ ქვეყანაშია გაკეთებული, არ არის. ის სხვა რაღაცაა, შენ რასაც ეძახის. მიხეილ, აი რომ მოვდიოდით ჩვენი შეხედულების ამბრო ტყეში რადანებს წავიღებდითო და მე წამოვიღე ჩემი რაც მაქვს გათვალისწინებული. ყველა არას იმასე გითხრა ნაწილი ახალი მაღაზია რო გავხსენით იქ დავაყენე სალესებზე და რაღაცებზე და მაგრამ რაღაცა მაინც წამოვიღე ჩემი აზრით. შეიძლება არ მოსულე. მე ხა ჩანტაში მე ბევრი რაღაცა მიყრია, იცი შენ ძალიან კარგად, მაგრამ რაც შეეხება, ანუ ზოგადად მე მიყვარს, როდესაც ერთი ესეთი ჩანთა თან მაქვს რა. ანუ შიგნით 6 დანა მიდევს და ამ 6 დანიდან ყველაფრისთვის მოარგებ რა, ასე ვთქვათ რა, გამოყენებას რა. შეიძლება hollow grind-იც მქონდეს, ხისთვის სერეიტორიც მქონდეს და ხო, მე ამაზე ვიტყვი ჩემს ფანტასტიკური გიჟდები მაქვს დანას. აი მაგაზე მინდა თან რომ ვკითხო, ანუ ეს და რომ ჩამოვიტანე მე და რაღაცა გულდაწყვეტილიც ვარ, რომ საქართველოს პოპულარობა არ პოვა. სულ ფასი ალბათ კი, იცი რა არის? შეიძლება, მაგრამ მაინც კიდე ყურადღებას არ იქცევს, რომ თქვა მე ფასამდე რომ მივიდნენ ხოლმე რა და შემართლა გითხრა მე ეგრევე დავიტოვე და ეს მაქვს მანქანაში რომ მგონია რომ ყოველთვის ყველგან ყველაფერში იყენებს, სასწაული რამე. იგი ნახე ხო ვარგა. შენ რა სიტყოდი ამაზე? ოღონდ მანქანაში საგდებად მაქვს, სათრევად არა მაქვს, ახლა რაღაცა ჩანთით ვათრიო და რაღაცა. ასე ძახის, რა ხორცის დაჭრა ანუ გინდა. ეგრე მაქვს წარმოდგენილი, რომ პროდუქტსაც დავჭრი, ტოტებსაც დავჩეხავ, იქ დავჭყლეთ კიდევაც რაღაცეებს. კაბინეტად. იქ კაცო. გზაში მეთქი. არა, ზმო, ძალიან მაგარი. გამოდგება ბევრი რამისთვის. ნახოთ. გამოდგეთ ახლა აი ამას რამსისკი არის ვერ დავიჯერებ რომ რამინ გააფუჭებს ამას რა. მაგრამ ზატო დაშვება აქვს თხელი. ანუ საკმაოდ ჭრელი არის. ანუ ეს არ არის ნაჯახი. ჩემთვის თან იცილაში გადის რატომღაც ეს სერბულები რო გახდა პოპულარულები საქართველოში, ანუ უფრო ალბათ ვიზუალის გამო. მაგ ფუნქციასაც აითვისებს ეს რა. არა, სერბული ვიზუალის გამო არ გახდა, სერბული იმდა გახდა პოპულარული, რომ განიერი პირი, ანუ გაძლევს ანუ მაგარი აკურატულად ჭრის საშუალებას და მაგრამ ჩვენთან პოპულარულია. რა, არა, ჩვენთან პოპულარული იმიტომ გახდა, რომ ბლოგერებმა დაიწყეს მასიურად გამოყენება ამ adventure იმაში რა, გარე გამოყენებაში თორე. ეგ კომფორტული, იმიტომ რომ ეს ის რო გაქვს, რა ქვია, თებში აიღებ და ესე კი, ნამდვილად. ისე ალბათ ჩეულებრივიდან ის ძიმე არის რაღაცა მე. ცოტა პრაქტიკაშიც გამოვდგებით, ანუ თქვა თეორიაში არა, რომ აი ამას გადაჭრის შენი აზრით უცებ. უცებ ამას მაგითი უცებ რანაირად გადაუჭრი. არა, უცებ არა, უცებ მიპასუხე მე. არ არის ამას. გადაჭრის. არ არის ამას. გადაჭრის ამას. არ არის ამას. ისო ერთი ამას რა ევალება? ამას? ხო. პატარა ტოტები და პროდუქტი. პროდუქტსაც გაჭრა და საკვების მომზადება. საკვების სამზარეულოსთვის არის მშვენიერი. სამზარეულოსთვისაც, ტოტებისთვისაც. ჯულიან ხორცებს წაყვა. ფრინველსაც და მანქანაში რო გედოს. მანქანაში საგდებათ კი. კი, არა, ძალიან კარგი ვარიანტია. მე ჩემსაც ვიტყვი. საკვებზე დიდი დანა არ მჭირდება ხოლმე, მანქანაში მიდევს ლეზერმანი სუდამაკ და ფიქსი მიდევს და აი საკეცი. ამ საკეცის იქით თუ რაღაცა მისახდება, მე პირადად არ მქონია, მაგრამ აი კიდე მანდრივდი ვარ, რომ რა პროცესი რაც უფრო სასიამოვნოა, ანუ უკეთესი არის რა. არჩე რეალურად დამაკ აი ეს. აი მე რაც მჭირდება არის ეს და არის აი ეს. აი ეს ორი დამაკს. იცი რა მე დაკითხო კიდე გიგი, ანუ ჩვენთან არის რომ ძალიან ხშირად რაღაც ზოგი არის, ძალიან ხშირად უწევს გალესვა და რაღაც და ჩემი აზრით ახლა რასაც უკვე დანები ზოგადად და აი ახლა აი ის რომ ნახე SRM-ი ამდენი ხანია ამუშავებს და კარგად მუშაობს ვოიაჟერზე თქვი. ჩემი აზრით ეკამ და ინდასტრიამდე მივედი რომ ძირითადად ალბათ აზიანებენ დანებს ვიდრე აბლაგვები. აი მე მქონდა ეგეთი შემთხვევა. უბანში საბურავმა დაიშვა მოხსენით და ჯიბიდან დანები გავჩიტეთ. ტანტო ქონდა, მე მგონი მუელა არის ეგეთი ბრენდი თუ კი, მუელა არის. ხო, ტანტო და ესე მოინდომა. ტანტო და მუელა რას ნიშნავს? მუელა იყო ტანტო პირი,
ანუ უბრალოდ ადამიანები არ იციან რომ დანას 300 ლარიანი დანას არ უნდა მოთხოვო რომ რა ქვია საბურავი რომელსაც შიგნით მავთულია კი ესე არ უნდა ვერ გადაჭრის მან ფასი არაფერში არ ანუ ხო ანუ ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს ხოლმე რომ აი ეს ამას უნდა აკეთებს და მე ორ წამში ის გადასაგდებია მოდი ხმა მაღალ რაღაცას ვიტყვი ბევრ შეიძლება არ მოეწონოს რა რაღაცინებს კაია მე უნდა მეთქვა და ვიცი რომ იგივე სიტყვი და გამიხარდა მე ვიცი ეგ საიდან მოდის ეგ ყველაფერი მოდის რომ ოსტატებმა ასწავლეს სუდად ადამიანებს რო ანუ ეს უნდა გაჭრას რა ქვია მავთული და ისა მავთულ ხო რა და რეკლამები არმატურებს ჭრიან რაღაცეებს ჭრიან და გონიათ რომ მაგი კარგი და უფანძე სიდანებია ეგენი მეთქვით ადრეს ვითქვას ვიდეოებში პირველად არ ვიძახი რომ დანა რო არმატურას ჭრის ის სხვას ვერაფერს ვერ ჭრის და ისოდეთ რომ დანა რო არმატურას ჭრის იმის გაკეთება არის ყველაზე ადვილი აბსოლუტურად იმის ყველაზე ადვილი ფენგით ვჭრიდი არმატურას 12 იანს მიშა ნახევრამდე ჩავიდი უბრალოდ ფენგი იმდენად რბილი ფოლადია ნახევრამდე ჩავიდი და უბრალოდ ვეღარ გავუძო დარტყმას და დაიწყო უბრალოდ გაღუნვა დეფორმირება დაიწყო თორე გავიტანდი იმასაც ბოლომდე როცა დამენანად ფენგი მიყვარს მაინც ილმაქსი არის ანუ მართლა 1000 იმაში გამომდგარი ზეტი არის მაგრამ ვერ იმაშვება რა ანუ ესე კი ბატონო ვერ ჭრის იმას მანდედან მოდის რა არასწორად ასწავლეს შეიძლება თვითონაც არასწორად იციან ყოველ შემთხვევაში მე ვერ ხვდები ხოლმე მაგრამ ნუ შეიძლება ვუშვებ იმას რომ შეიძლება თვითონაც არ იცოდნენ მაგრამ მე არ მჯერა რომ იმისი რომ თქვათ ყველა მარიცოდეს და ბევრი არაფერი სწორდეს იქიდან რა არ გამოურიცხავ მაგას რა ყოველ შემთხვევაში რომ დანებს რომ ლურსნებს ჭრი და რომ ჩეხავ ის რომ მე არაფერს არ ჭრის ხო ნუ მაგას ვერ ახვდები. მაგის ბრალი არის ის, აგი უბანშიც რომ თქვა გონიათ ხოლმე რომ და დანებს რო აიღებენ ხოლმე და ზოგიერთად ერთმანეთს უტყავს ხოლმე და იმაშობიან რომელიც მოერევა და რომელიც ჩაჭრის რა, ჩავადანებია. ორჩავარდ. შეიძლება მე ერთი ვიდეო გავაკეთოთ მითები. ხო, ნამდვილად. კალაშნიკოვის დანაზე, მაგ ჩარტმაზე და მე ისიც აუხსნათ რომ არაფერს არ ნიშნავს ეგ საერთოდ და ანუ ორი დანა შეიძლება აიღო. გადავლესო ისე რომ რო ჩაარტყავ ერთმა თქვა ჩაჭრას მეორე და მე მეორენაირად გადავლესო და მეორემ ჩაჭრას კიდევ აი ხა მაგალითად ეს ვოიაჯერი და ეს ხო ანუ ერთხელ ეს იმას იზავს გადახსნის მე სხვანაირად აუს 10 გადახსნის ელმაქს კი ბატონო გეგი შეგაწყვეტინეთ რაღაც საბურავებს ჭრიდი უბანში და შეგავ ანუ აი უფრო ალბათ განათლების ბრალია მოხმარების არცოდნა არის უფრო. კი ბატონო, კი. ერთი პრობლემაა ხოლმე რომ აი ეს დანა რატო ღირს ამდენი სიტყვაზე რომელიღაცა რა. და მეორე ის ანუ მე რაც უფრო ვისწავლე და მივხვდი რატო ღირს 500 ლარი, 700 ლარი, აი ბარკრივერი რატოა ეგეთი რაღაცა სპაიდერკო ჩემით ძვირიდან ანუ აი სანრემო უბრალოდ მირჩევნია მაგალითად ამას. ნუ შენ ახლა როგორც ინსტრუმენტს ეგრე უყურებ რა. ხო და აი მაგაშიც ასა განათლება საჭირო კიდე არის ასევე რომ ანუ 300 ლარიან დანას არ უნდა მოთხოვ ყველაფრის გადაჭრა რა ძვლის იმის ამის ან მოფრთხილება არა ესე ბრენდის სიყვარული რო არა მოდი რეალურად გეტყვი რა მაგალითად ენდურა რომელიც ძალიან მიყვარს და დელიკას საკმაოდ ბევრი ესერემი მირჩევნია რა საკმაოდ ბევრი ანალოგიურად ვაკონკრეტებად მე არ ვიძახი თქვა აი ჯუნგის მოდელებზე არ მაქვს ლაპარაკი მაგრამ ვეგიათიან სპაიდერკოებს კი მაგრამ ხო არის სენტიმენტები რა თქმა უნდა ჩემთვის პირველი დანა იყო ეს რა მეორე იცი რა არის კიდე სპაიდერკო პირველი ბრენდი სპაიდერკოზე მარტივად ხო აი ესეთი მსუბუქი რა უნდა აწყო ხო და აი ფაქტია რომ მუშაობაში და იმაში საკმაოდ არის მეტი არ გჭირდება რა აგერ ხე გადაუჭერიო რა უბრალოდ დაკეცილი მოხმარება უნდა იცოდე აი ფოტოც მაქვს კარგი სქელი რა მოხმარება უნდა იცოდე რა კი ასე რომ რჩევებს რა შეეხება რა სხვადასხვაერთ რაც ახალი მაღაზია გავხსენეთ მეგალაინში ეთყობა ბევრი ახალი ხალხი შემხვდა ვისაც ვთქვათ მანამ არ ვიცნობდი რა და ანუ ძალიან ბევრი პროფესორული აზრები მოვისმინე რა და მე ნამდვილად არავის აღარ მოვახვევ ხო იცი სულით და გულით რო ცდილობ რომ ადამიანს სწორი შეარჩევინო და რო გიმტკიცებს რომ შენ რა იცი ძმაო ეს ჯობია მერცვა ხელი მოგიმართოთ მაგრამ მე ნუ გექნებათ პრეტენზია ოდესაც რაღაცას ვერ გამოიყენებს სწორედ ამიტომ ალბათ ჯობია რომ დაუჯეროთ ვწოდნე ხალხს. მიდი. ისიც ხო წამოვიღე. ნუ სკანდის თემაში წამოვიღე როზელი. დავაი. ხო და. გათალე რა გავწქვენი. მიდი აბა შენ გათალე. მესერემიც მე მგონი მანდეთ არის რაღაცა საგი მანდატებს და. აი ჯოხი. სად არის ეს? მე ვნახავა. ოღონდ მე მგონია რომ ის ესერემი უკეთესად გათლის, იმიტომ რომ ამას მიკრონალესი აქვს. ხო არა ესერემი ძალიან კაია.
აბა მონახე. სად არის ესერე? ესერები უკეთესად გათლის, აბა რა ეს მოლამდეა დაშვებული რა და ახლა როზელი მიკრონალესით არის. ეს რა ჯო მაგარი და ძალიან, მაგრამ მანახე. არის კარგად კარგია. ზის ხელში თორე. არა, კარგი და არა, სასწაულად ის ხელში. ნუ სკანდის თემაა რა. აი გარი ნიშან, მიკრონალესი მაინც არ ცვლის დიდად აი გეომეტრიას გვერდებზე რაც არის რა. რა თქმა უნდა. შესაბამისად შეიძლება ხოლმე ისე რომ რა გადაიღოს. რამდენი ალბათ 10 გალესთვის მე მოკვდება რა. ჩემი ჯოხი და დააზიანე. ჩემი ჯოხი თლიშე. ეს არის კი შენი ჯოხი. იცი რა არის? გალესვაც არის და გალესვაც არის რა. შეიძლება ერთხელ ისე დააზიანო რომ 1-20 გალესვას უძრდეს დანა და თუ ადამიანურად მოიხმარ დანას და უბრალოდ აბლაგვებ ხო? არა, ელმაქსიც თავისას აიჩვებოდიო. აი მაგას ვიძახე, ანუ გათლის, მაგრამ ანუ რაღაც 10 წუთი რო თლი, მე ხელს რაღაცა აი ხა სპაიდერკოთიც გათლი, მაგრამ აი ეს და ეგ და ცადადედა მიწა არის რა. კი, მოდი იქამდე მივიდეთ, რომ ანუ მე flat grind-ი არც ერთი არ მიჭირავს, ანუ შეგნებულად გათლის დროს flat grind-ს არ უხმარო. გეომეტრიებზე ცალკე მოგვიწევს მე ალბათ საუბარი რა, ცალკე თემა არის ეგ. ყოველ შემთხვევაში ხო, აი მოდი ესე გკითხავ მე შენ. ანუ ერთდანას რო ივჩევდე, ტყეში დადიხარ, სკანდის აიღებდი თუ ჩვეულებრივს? არ ჩვეულებრივს. ჩვეულებრივს აიღებდი. ერთდანას რო ივჩევდე. კი ბატონო. ფიქსს ავიღებდი. არა, ფიქსი მე მაგაზე არ მაქვს უბრალოდ ფიქს, ანუ სკანდის თუ იმას აიღებდი. ისე იმას ვქენი რა თავიდან რა, რომ ფიქსები რაღაც ცოტა დავჩაგრე, ანუ ეგრეც არა, აღუნთ აი დიდი ფიქსები არ მიყვარს ხოლმე. დიდი ფიქსები კი ბატონო. რაც უფრო დრო გადის, უფრო დანების ზომას ვაპატარავებ. ფიქსები, დიდი ფიქსები დავაპატარავებ პატარა ფიქსებამდე, პატარა ფიქსებიდან გადავედი დიდ საკეცებზე, დიდ საკეცებზე პატარა საკეცებზე გადავდივარ. აი რეალურად, აი ჩემთვის ეს ძალიან კომფორტული დანა. სკანდი თუ ეგ ანუ ფლეთი. ერთი თუ ეგეც ხო მანდ ხარ. კი ბატონო. მოკლედ ისევ იმაზე მივიდი. ბევრი შარი მოყვება ჩემთვის მაგ დანას. ანუ ისევ იმაზე რა, ვისაც მარტო ხესთვის გჭირდება და სათლად გჭირდებათ კი ბატონო სკანდი რა. სასიამოვნოა ხეზე. ხო, დანარჩენი ყველა შემთხვევაში. არა, პროდუქტზე სკანდი ხა მე სიამოვნებას ვერ მარიჭებს იმის გახეთქვა. იცი რა არის? ანუ ეს მორა იმდენად გავრცელდა საქართველოში და არასწორად უწევენ ხოლმე რჩევას, რეკომენდაციებს და ჩემთან მოდის მე ეს მორას დანები, რომელიც ძვალზეა ნახმარი და ყველაფერზე რა და ნუ ყიდიან როგორც სანადიროდანას რა და არ არის ეგრე. მოკლედ, სტამესკა რა მეგობრებო, კიდევ ერთხელ ადრეს სუპირველად რო ეგ დავწერე სუპირველად. მაშინ უარყოფითი რეაქციები მოყვა მაგას, მაგრამ მე მგონია რომ ნენელა მივალთ მაგამდე რომ ეგ გადავწყვეტ. რა მაგრა დასწორებს რა თლა ყველანი რო ჩაძე. კი, თან ეხა მე ძალიან მომწონს ზოგადად ნახევრად სერეიტორი რა მაგ ამბავში რა. მოდი ეს ორი შეადარი როზელი და ეს არის. აბა, მაინდა ნედლი. მაინც დიდი მოხნედლი. აჰა. აი. გეყოფა ცოტა ხანი. აი ამის სერეიტორი ნახე, აი ამას ცოტა სხვანაირი სერეიტორი აქვს. სერეიტორი სკანდინავიოთ არის პრობლემა, რომელი უფრო პრობლემური გასალესია. სერეიტორი ეგრე არ ილესება როგორც ესეთი რა, კლასიკური. ცალკე ჩავწეროთ, ჯერ შენ მითხარი სერეიტორები თუ დაგჭირებია. აი და ახალი გაცნობები მყავდი წლების წინ, აი იმის მერე მე აღარ მეყარა. სპაიდერკო მქონდა დელიკა სერეიტორით და ოდნავ ვიხმარე, რომ მივხვდით რომ ვეღარ გავლესავდი. ეგ კაი გასაგებია, მაგრამ იქნება და ხოლმე მოვიდეს ვიღაცა ვინც ლესავს. ანუ ეგრე შევხედოთ. ხო, კაი, დაუვიდა რა, ვიღაცები მე ვნახე განალიზი. ეგეთი. ოღონდ მე ვნახე აქ იმის განალიზი, მაგრამ ხარამეს ვიძახი. ის არ არის ეგ როგორ გითხრა რა, ანუ ჩვენს გავლესავ ეგრე, მაგრამ გააჩნია როგორი შედეგის მიღება. ხო და არაფერ დიდ შედეგს არ გაძლევს რა იმის გალესვა. ხო და აბა რა აზრს ხა სერეიტორებს. თქვა ახალი გაქვს სერეიტორის და სტანდარტული პირითაც. არა მე არ ბლაგდება. აი სერეიტორი ერთადერთი ვამართლებ ხოლმე პეძელი არის ეგეთი სამთო ბრენდი არის. პეძელს აქვს ეგეთი დანა, ესეთი ფორმის არის. ნუ უცებ რომ ბაწარი გახვრეტილი არის, კარაბინი კეთდება. მაპატიოს, მაგრამ ეს ვერჯევნია. ის არის რა ნალესით არის როზელი და მაგიტო გასქელებულია. ხო, პეძელს აქვს ეგეთი დანა. გეომეტრიაა სუფთა მაგიტი არაფერი. გახვრეტილი არის კარაბინზე რო და სუფთა სამთო არის. სამთოში ეგრე კარგად ვერ ვერკვევი. ის ალბათ ალპინისტი როა ჩვენი ყველა პოპულარული ვაიმე გუჯაბიძე დააჯანიმეს ჯარენჯან დანაზე ჩამოვიდა მთიდან ეგრე რა და სამთო დანა ქონდა რა და გაჩერეს და დააჯანიმეს დანაზე
ბოდიში გეგის გაწყვეტილი. ხო და აი მაგის გარდა სერიიტორის არ ვიცი თოკის გარდა რამე ისეთი აქვს. ისთვის სად ვარ გაჩერებულები? ვიდეო გაითიშა სერიიტორებს რომ მივადექით. თოქს რო ჭრიდი რა. და მაგის მიერ ერთი ნახევარი საათი კიდევ ვილაპარაკე. თურმე არ ჩაუწერია მეგობრებო. ანუ ნახევარი საათი ციწერს კამერა ესე ინტერვალებით რა და ჩვენ გაგვიგზელდა და ერთი ნახევარი საათი. ეხლა ვიწერთ. ეხლა ვიწერთ. აღებული არის და მოკლედ გადავედით სერიიტორებზე. სერიიტორზე მოკითხვა მინდა აქედან. ჩემ ძმას გერმანიაში მიერშიკა მოვიკითხო მინდა სერიიტორს. სერიიტორი ესე ეძახი, სერიიტორი. აგე? აი ეს. ანუ ერთი ვარიანტია რომ აი ესე 90 გრადუსზე. სად უნდა დაამუღამო ეგ ჰაერში კიდია ტიპი. ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება ანუ მაგრამ აი ესე გამოქაჩვაზეც ჩვეულებრივი პირი უფრო გაჭირჩება აზრით ვიდრე ეს მით უმეტეს ხახუნზე სანამ ეს კბილი გადავა და გაგლიჯავს ნიშა ეს ელმაქსი გალესილი არის გააკეთებთან ქონა გალესილი ხო არ არის დაბლოკებული აბა ნახე რა სიძახი ახი კარაკი მით უმეტეს აი ჩარტმაზეც ეს აი ჩვენ კი გვაქვს ნალაპარაკე მაგრამ რო აუხსნათ მაინც ვიას იგულისხმება ხო ესე იგი ესეთი სიტუაცია არის რომ ჩემა კარგმა ნაცნობმა რომელიც საქმიანობს ისეთ სფეროში სადაც სამაშველო სიტუაციები არის და ყველა წამი ადამიანის სიცოცხლეზე არის ასე ვთქვათ პასუხისმგებელი ამ ადამიანებს აღჭურვაში პირად აღჭურვაში ჰქონდათ დანები სერიიტორიანი და იყო შემთხვევები როდესაც თოკი იყო ძალიან სწრაფად გასაჭრელი და სერიიტორი ზოგადად აღიქმება რომ აი მაგ საქმეში არის უბადლო მაგრამ მე პრაქტიკა მაჩვენა რომ რაღაცა სიტუაციებში ეს სერიიტორი იჭედებოდა თოკში და ნუ ერთი უბედური შემთხვევა მოყვა მაგას რის მერეც ამ კომპანიამ სრულად შეცვალა პირადი აღჭურვის ნივთები და სერიიტორის მაგივრად გადავიდნენ სპაიდერკოს S45 ვიენ პოლადზე ჩვეულებრივ პლეინ პირით და როდესაც ტესტავდნენ აღმოაჩინეს რომ თუ სერიიტორს ჰქონდა დაახლოებით როგორც მახსოვს 65%-იანი სიზუსტე პლეინს ჰქონდა 95%-იანი სიზუსტე ну აქ ხელა განსხვავება ეს ამ ხალხმა თავის პრაქტიკაში ნახა მე ხა ვიყიდეთ ხა გავყიდე ვერ ვკიცებას ვერ დავიწყებ მაგრამ ну მოდი ესეთი სახელი დავარქვათ რომ ჯერ მაინც ამ ვიდეოში კარგად ვარ ვესტავთ თანებს ცალკე ვიდეოს მე დავუთმოთ სერიიტორიან პირებს და თქვათ სტანდარტულ ლესვას და მე კარგად შევადარებთ მოვიტანთ თოქსაც რემენიც მოვიტანოთ მანქანის ცოტა მყარი რო არის რომ იმაში შეიძლება ნაკლებად დაიჭედოს სხვადასხვა პროდუქტებს და მე კარგად შევადროთ ამის გარდა სხვა სერიიტორი არის? კი, ესეც კაი სერიიტორია მიუხედავად რომ თვითონ სერიიტორი კარგია. ხო და ну მარტო მოკლედ ცოტა დამშვიდდი მე აქამდე თუ სერიიტორიდანები არ ქონა ხოლმე მაღაზიებში იმიტომ რომ მე ვერ ვლესავდი და არ მიყვარდა ეხლა შეგვიძლია ვთქვათ კიდევაც რომ ძალიან სპეციფიურია ეხლა გვაქვს სერიიტორიდანები გვაქვს ბევრი მაინც არა გვაქვს ხო საკმაოდ გვაქვს გაჭრა ხო? ეს უკეთესად ჭრის. ეს სრული სერიიტორია, ის მაინც ნახევრად სერიიტორია. საბოლოო ჯამში რაღაცა ტექნიკა ჭირდება რა და იქ დაბნეულზე ექსტრემალურ სიტუაციაში ხო შეიძლება ძალიან დაგაღალატოს ისე და გალესილიდანა ეხლა რასაც უყურებთ, ну 10 თავით ჯობს ჩვეულებრივ. ხო. ну იცი რა არის, მეორე არის რომ ეგეთი გალესილიდანა ან სხვა რაღაცაზეა მთელი მუღამი რა, ანუ მარტოსიბ ანუ ის იჭედება. ანუ ხტები ან ზოგი დიდი მაღაზია დიდი თოკებია რა და ეგ ბოლო გაგიცურდეს და მეორეც ცდი. და ის შეიძლება ჩაქჩეს, იმიტომ ვეღარ გამოვაწყო რა. ხო, მაგრამ იცი რა არის? მეორე თემა რა არის, იცი? ეს თუ დაბლაგდა, ეს პრისას კარაკივით ისრიალებს სულ, მაგრამ ის თუ დაბლაგდეს, მაინც ხერხავს. მაგრამ ასე რომ ცალკე ვიდეო მოგვიწევს მაღაზიაზე რომ მარტივად ვერ გავწევ. ნუ მაგე უკვე მაგათი პრობლემაა, ჯერთი არ უნდა დაბლაგდეს და მეორე ზაფასნოი უნდა კონდეთ ალბათ, რა ვიცი ხა. ნუ კარგად რომ შევაჯამოთ, მე ცალკე ჩავწეროთ ვიდეო და სერიიტორებში მოკლედ ამ ზედაპირულ ტესტში აშკარად აჭობა სტანდარტულმა ლესვამ. კიდე რა შეიძლება რომ ამ ვიდეოში წვეტი უნდა მოგვეტეხა რაღაცის მე მგონი ეგეც არ ჩაგვიწერია ხო? თუ მოვტეხეთ უკვე არა. მე გადავედით საუბარით აი ამ ორ დანაზე. მაგალითად აი მე მაინც რაღაცა ფიქსებს. ხო, ნუ ეს მათხოვე თვითონ რახან არ არის ჩაწერილი რა. ეს დანა მე გიორგის თხოვე რომ წამოიღემეთ კი ეს არის ჩვენი მაღაზიიდან ეს არის სანრენმუს დანა და ავთ მე ძალიან მომწონს მე ამ დანას რაღაცა მულტიფუნქციურ მრავალფუნქციურ დანად ვუყურებ
სანადირო დანიშნულებითაც შეიძლება ამის გამოყენება, სალაჩქრო დანიშნულებითაც ფულტანგი არის, საკმაოდ კარგი ჟანგვამედეგი ფოლადით და გალესვა რომ იოლი არის რა. იგი. ხო. ძალიან ხშირად მოვთხოვნა მსგავსი დანები წვეტ მოტეხელი და აბა მიდი შეაჭერ და გადაწიე გადმოწიე და თუ ეხლა გაუძლო მაგას, მაშინ მაგალითად ვიტყვი თამამათრო დანებს უდიოდ მოიხმართ და ხესაც გააჩნია ეხლა მე შემილია სიტყვაზე ამ ეს დანა რო გვაწყობდეს. ნენელა შეყევი, ჯერ ესე არა, ჩაატირე. ხესაც გააჩნია, შეიძლება ეს კაი ხმელი არ ყოს და დამპალი ყოს მარტივად იმას რა. ნუ ობიექტური კი არ იქნება ხოლმე სხვა ხეზე გავტესტოთ, მაგრამ პროსტა შეხედე. შენ გინდა ჩააჭრო, ჯერ ხელი ჩააჭრო. არა, ნაჯახი. მე მაინტერესებს აი ეს თუ ჩაიღუნება. ვადი, კაი, სინჯე. მე ვნახოთ, მაგრამ. არა, სინჯე მიყოს. ოჰო. აი ეს ხე არ მომწონს რა, მე კაი ხეს მოვი 3. იცი რა არის? მაიცა ეხლა ეყურე არა, ეს უეჭველი მოტყვა. მოდი ახლა იცი რა ქენი. ჯერ ბოჭკოების განივად ჩაარჭე, იმიტომ რომ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კი. ჯერ ისე ჩაარჭე, ჯერ ისე ჩაარჭე და არა, გატყდება. გატყდება, ეგრე უფრო არ გატყდება. ეგრე ამოიღებს ბოჭკოებს, იმიტომ რომ ბოჭკოებს ჭრია ახლა შენ. ეგრე წესით არ გატყდება. ხოდა მაგას თქვა მინდა რომ მაინც უდიერ მოხმარებაზე მიდის რა ეხლა აი ხელაზე რო არჭობ და ჩიჩქნი და რო უძლებს ჩაჭე კარგად მოტეხები თუ გადავლეცი რეგიონები რო არ მოტყდა ოღონდ ნენელა ჩააღმა ვერო ვნახოთ რა რესურსი აქვს მიდი არ მოტყდება არ ამგონია მოტყდეს მათ არ ამგონია მოტყდეს აჰა 1 სანტიმეტრამდე იყო ჩასული კი ბატონო მეტი ახლა ესეთი პონტი არა. ჩაუშვი და ვნახოთ. ქოქოსის ტესტზე მეტით კი არ შედის შიგნით. აჰა, გადავიდა გიგი. გახურდა. მიდი. მან რაღაცა კორძი ვითხოვე ვერ ჩადის. აი იმის ის ურტყი. მე ეგ დანაურტყი, აი. არა, ეს ჩემი მაინც ახლა ვერ. არა, შამანი გვერდზე რო გიდოს, კარგად იმას. მიდი მოტეხე. არ გატყდება. ეგრე არ გატყდება. წინაზე რომ რაღაც დანა გამიტყდა განზო მე მგონი და ძალიან იმის მერე ცოტა დავშინდი. გადატეხვის დროს აი ქნიასავი. დავტესტოთ ესენი გადატეხვაზე. ბიჭო, წვეტი მოტეხი ცოტათი. მერე გადავლესა და შემდეგ ვიდეოში რაღაცა მოვიფიქროთ ფორმატები ისე რომ კარგად თუ მინდათ ხეში შეჭრება და ფეხით დადგომა. თუ მინდათ ისე რომ კარგად ბოლომდე გავამტრიოთ და ეხლა უბრალოდ გადატეხე და ვნახოთ აბა ეს რა. საწყალია. მაგას კიდე ეგუნა. ეგრე გატეხავთ არს რო ურტყავ. ეს არ დავამტრიოთ ამ ვიდეოში დემონსტრაციულად. აი ეგ რთული არის უყურე მაგით ბოჭკოების ეგ ბევრად რთული არის. მიდი ამოწია აბა მოტეხე, მაგრამ კარგად გაუძლო. ჯერ არ გავუნა. ხო, არ მე ხა არ მეგონა. ხა რეალურად ამაზე მეტი არ ამგონია. აი ხა გამახსენდა ორიგელებზე ვიღებდი ვიდეოს და კლდეების ქვეშ არის რა ძირითადად და ეს შეყოფა აწევა მიწევა. მეტი არაფერში არ იყენე. აი ეს დატვირთვაც იქ არ ქონდა. ხა წარწვეტი მახსოვს. limited edition. ნახე მიშე რომ ხელა ამოტეხე. გეუბნები არ მოუვა არაფერი თქო და არ მიჯერებ. კაი, გაუთამამდები მაინც. გაუთამამდე. გაიწიეთ. დავშალეთ. გეხოწი ნაჯახი მომიდა. სადებს? აგერ არის. კადრში გავირბინოთ. ოღონდ წვეტი მოტეხე. არა ეს ანუ რეალურად ეხა რაც გაკეთე საკმარისია. უკვე ამაზე მეტი რეალურად ეს პროსტა გაინტერესდება, უბრალოდ გაინტერესდება. არაფერი უბრალოდ რა. ეს მიაკალი რა. არა, გავტეხო. ბიჭო, მაგი მე მივაკრათ ახლო კადრით და რაღაცა ვიდეოებით რა ეხლა ეს ალბათ კარგად არ გამოიშტება. ახლა მაგასაც თუ გაუძლო არ ვიცი. აბა, უბრალოდ ეს მაინტერესებს, სანამ ის გატყდება. ზირთად ამ მომენტში ხოლმე ხეს ურტყავენ და ხე ბევრად არაზიანებს. ჩათვალეთ ამის ჩარტმა უკვე ის არის, გამოწვევა. მოდი იცი რა ქენი, ეგრე გადაღუნვას გაგიჭირდება, ის დატრიალდება გეგი. ჯერ ამას უყურე. ჯერ მაგას. ამას იმის მუღამი აქვს, ის ჩაიჭეჭყებაო. ხო, არა. მე ეგრე მეგონა. ამაზე მეტი. უბრალოდ ის იქნება, რომ მომენტში მერე გატყდება პირდაპირ რა. ხო, გასაგები. არა, ის ყუნწი რა, თორე ჩაჭეჭყვით არ ჩაჭეჭყვით. ჩაჭეჭყვით არ ჩაიჭეჭყება. ეგ გატყდება არ დაიღუნება? მომენტში გატყდება. ჩაღუნდ ვერ ჩაღუნავ, გატეხავ რა. მიდი, აბა დაიწყე და ეგრე აბა რამხელაზე ამოглеჯო. ეს უეჭველი მოტყდება ხა, ჩემი აზრით. ხელითაც შენ ნახე. მიდი, აი ხა იმ მოტეხე. სუფთა ჯინსებით რო დღეში არიან. კაიცი. მე აღარ ვარ სუფთა. აჰა. არ მოტყდება, არა. არ მოტყდება. მაგაში გადაიღუნა და გასწორდა თუ? არა, სწორი არის შეუძლებელი. არ მაგით არ მოტყდება. ეხლა კიდე თუ ნახევრამდე თუ ჩაღუნე მოტყდება. მიდი ჩაარჯე. 2 სანტიმეტრზე არაფერი არ მოუარა. აბა ერთ წამს გადაღუნე? არა, კიდე უნდა. არა, გადაღუნე? პირდაპირ ამო. არ ვიზავ. ანუ მომენტში იღუნება. და სწორდება ელასტიურობა ეგ ზუსტად, კი ბატონო.
ბატონო. ხო, ამაზე მეტი თორე ეგრე ეხლა რამოდენიმე კოლცს წამოგიღებ, გადაუღუნავ აი ესე, აი. ცალსახად პროსტა აფუჭებენ დანებს. იმდენი აფუჭებენ, რა. მოდის. რას უშვებიან? აი ესე როგორ უნდა ჩაარჭო და რავი, ჩაგვიგდეთ ძმებო, როგორ აფუჭებ. გუჭვილი გад ეს ეს თუ გაუძლო, მე ვყიდულობ. ეს თუ გაუძლო ყიდულობ. სახში მიმყავს. მე აი. პატრონო ზაღლები. არა, გატყდება. გატყდება. ორს გატყდა. რა ზმაო ხა. ჩაჭეჭყა შიგნით. ხო. ჩაჭეჭყა. კავშირ სათვალებით მოვიდეთ. გეგი. კლიენტი ვიშოვე ხო? გეუბნები ახლა, ნუ 79 ლარია. ასე ძახის, ხო. ანუ თქვენ აქამდე, ანუ კიდევ ვერ გაიგეთ რომ მე მენდოთ. გახურდა. მასე გატეხავ. აი მასე გატეხავ, მან დრო უტყავ, მაგას ყველაფერს გატეხავ. შუაში ხო არ უნდა გადახსნა. ან როგორ შეიძლება მაგის ჩარტყმა? მე მჯერა რომ აიტანს კაცო. მაგი არა, აი მაგას ვერ ხეს აიტანს, მაგას ვერ აიტანს. ამასაც აიტანს. არა, მაგ მიდი გეგი. საკმაოდ მაღალია ნაწრთობი და გაწყდება დაანებე თავი. აი აქ რომ მოვარტყა გატყდება. მაინც იმიტომ რომ ეგ რო იყოს დაბა. რატო გატყდება? ებჯო ვიცი, ეხა მე შეიძლება ჩემი ხელით არ მაქვს, თორე ნაყურები მაქვს ამის ტესტები. აჰა, მუშაობს. ვიცი რა ზომა და გატეხილიც მაქვს ნანახი, როგორც წყდება ისიც ვიცი. შეჭამა, შეხედე რა ეს ხში არის შესული. ვერტე ხო გეგი. აი მე დაანებე. კიდე ხომ თქვენ რატო არ აქტიურობთ? შეჭამა ეგ აი ათხოვე. ერთ სათვალეებით დავждები. იცი როგორ სათვალეებს კაი ათხოვე სათვალეებით რო ათხოვე. ანუ აი ამ მხარეს, როდესაც მეტალს არ ტყავ, ფოლადს არ ტყავ, ფოლადს ხო ნუ ყველა ვარიანტში უნდა რაღაც მომენტში სიმხურვალე და ნუ სკდება მე მაგას გატეხვაც არ ყო. რაღაც მომენტში ისე სიცივეზე არის რომელიმე ფოლადი რო სიცივეს. რა თქმა უნდა, რაც მინუსებში სხვანაირად. რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირი. მინუსებში ჩვეულებრივი ფოლადები შეიძლება სხვანაირად თვისებები ქონდეს. ახლა არ მევასება ეს როგორ არ ვარ. როგორც სხვა ყველაფერი უფრო მყიფე ხდება მინუსებში ეგრეა. ჩვენ სპირტის დაგჭირდება, შასი არა, ეხლა ჩვენ. სპირტი რაში? გავიჭირეთ. გავიჭირით? აი, ტარი იმაში. არა, მართალი ხარ, მაგის მომზადებ მართა ყველაფერი უნდა ეს მოარტყი მოიყევა ტარი ეხლა, აბა ეხლა ჯიათია. აი მე თავიდან მომწონდა ხოლმე აი ამაზე. გავაფუჭე თავიდან წებოზე იყო დასმული ეს. მე უბრალოდ მიაკრა. და ანუ გადასაჭერი მომწონდა, მაგრამ აი ხმარებაში აი კლუბის ხელსაწყო დამავიწყდა ის დამავიწყდა დამაქ იმის მერე დაყანყალებს მე მგონი ამას წებოჯობია მანახე აი ძვალის წამოღება დამავიწყდა გუში რომ საუბრობთ რომ გავალმეთ კიდე გამოვართმევთ ხო ძვალს და ისა აი რეალურად რა არის აი ეს დაიჭეჭყა სულ უყუა გვაქვს ერთი 4 მმ პირის დაყვანა გვაქვს ალბათ 0.4 მმ რა ეს ხო ჩაკეტილი არის აი მე ამაზე მე მაქვს კარგი ეგ უკვე მემაშინებს გეგი შანსი ამაზე ბევრი აქ ნაჭალი თავს დავდებ არა ძალიან კაი ნუ ხემოჭერი ხო რა რო ეს დანა მომეცი აი ცალკე ტყეში სიამონება ეგაა რომ დანას რო იკეთებ და გავიწყდება რომ საერთოდ გაქვს რა აი ძალიან კარგი დანა არის მიშა რა მინდა კითხო იცი ხო ესეა მინუსი ეს რემ შეადარე აბა თქვა ეს არის თლაში ახლა აი შეიძლება თქვა მარტო სტამესკას რომ მუშაობდე ხო მაგრამ როგორ თლის აბა თქვათ რომ ხო უბრალოდ ტოტის გათლა რო დაგჭირდეს და ცეცხლის ანთება მაგაში ხო გამოდგება ანუ სკანდი რეალურად გჭირდება თუ არ გჭირდება კი ბატონო ამაში ამაზეც ისიც იზავდა ეგრე აი გატეხავ ახლა ანუ ეს მაგა მე კარგი ფის მოვიფიქრო და კარგად გავტეხო ძალიან კაი დანა კაი მოკლედ შემდეგისთვის რა დაგვაუწყეს ძვალი გჭირდება და კომენტარებში დაწერენ ტესტებს რა ინტერესებთ რაში გამო აი იცი რა შეიძლება მოვიფიქროთ ყველა პროდუქტს ხო თავისებური სჭირდება ხოლმე რა ანუ შეიძლება ერთ რაღაცას სჭირდეს მეორეც ვერ სჭირდეს ჩემი აზრით რეზინას ვიყიდი მიშა კი ბატონო რეზინას ვიყიდი სქელს რეზინის გაჭრა სხვა თემა არის თოქს ვიყიდი ერთი 100 მეტრას სიტყვაზე რომ ბევრი დანა გაიტესტოს ერთი და იგივე თოქზე რეზინა თოკი ძვალი ხე და წვეტის ტესტისთვის რამე ერთი მასალა რო გქონდეს ძალიან დიდი ხანი რომ მაქსიმალურად ერთნაირად შევადაროთ ხოლმე. კიდე რა შეიძლება იყოს?
აი მოვიფიქრეთ თქვენ დაწერეთ თქვენი იდეები, რაღაცა როგორი ტესტები გავაკეთოთ, რომ დანები გავაფუჭოთ. ეს როგორ ჩუმად იჯდა რომ არ გადმომწდეს ვიღაცა. დაინახე შეამჩნია არა, მაინც. ნუ მოდი მაგაზებს ვთქვათ რა, ოპინელი ძალიან მაგარი დანაა და დამანებეთ თავი უმიშლით ხოლმე ნერვებს. მე ხო არ დაგზდევთ და არ გეუბნებ. 1-2 გადამეკიდა ბიჭო. მოდიან და ოპინელი რატო არ გაგდა? აი იგივე სენტიმენტებია ჩემთვის. ნუ გვექნება, ოღონდ ოლდბიარი გვექნება. ოლდბიარი სიმართლე გითხრა ძალიან კარგი არის. დაჟე ეჭიდავება ოპინელს მე უფრო პირველი ვიყავიო. ხო, იმიტომ რომ ძალიან 1800 რაღაცა წელს უწერია რომ დაწყებული. იტალიელები არიან კი. აი, გადავაგდო ეს ხე თუ თუ ვერ ვიჭერე და იმას ქნა დამაბწუნაზე მოკლედ მეგობრებო რა ვიცი ალბათ დღევანდელი ის მივიყვანოთ ბოლოსკენ ბატონო გიორგი თუ რამის თქმა არ გინდა მართლა გითხრა რომ სიამოვნებით ამოვიდოდი ყოველ კვირას წეღანაც აი ვიდეო რო არ იწერდა არაფერზე არ დამწყոտია გული კარგ დროს ვატარებ ნამდვილად თუ ისეთ ფორმატს მოვიფიქრებ რომ ბევრი ხალხი ვიქნებით აქ კიდე ეგეც მოსულა შეიძლება ყველაფერზე მუშაობა შეიძლება მოკლედ თქვენი კიდე ერთხელ გთხოვთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ინტერაქცია ხალხო მოგწერეთ იაქტიურეთ თქვენ როგორც ხედავთ მართლა სიცილკისკისით დავიწყეთ ოდესღაც როცა დავიწყეთ არ მახსოვს 50 რაღაც ეპიზოდი გვაქვს უკვე ჩაწერილი და აგერ მოვედით აქ გვაქვს გეგმები და თქვენ თუ არ მოგეწონებათ მაშინ კამერის გარეშე მოვალთ ხო იცი რა არის ინფორმატიულს კი ვლაპარაკობთ მაგრამ ყურებადიც რო გავხადოთ შეიძლება რაღაცა შემდეგი ჭამას მოუყვარს ხალხს და ჩვენც არ ვართ რო არ ხო არა მე მაგალითად რაღაცა ჩელენჯებზე მზად ვარ რომ ავდგეთ და პირობითად რაღაცა 50 ლარი შეშედი მარკეტში 50-ით მე შევა და ვინ რას გააკეთებს რა რაღაცა მსგავსი შეიძლება რაღაცა დანები რაღაცა ტესტი ვთქვათ რომ ამას ვთქვათ ეს ბიუჯეტი გვაქვს ამას როგორ გააკეთებ ვთქვათ და როგორ სკანდინავიის როგორ უჭირს გაჭრა სკანდი ის იმიტომ უჭირს რომ კარგად გაქვს ნამუშევარი და პირი მჭრელი მხარე ცოტათი დაბლაგებული არის ხეს იმიტომ უჭირს რომ ეგეთი ფორმაა მივხვდი დაინახე ესე იგი ანუ როგორი არის სკანდის არ მე ბნელი მხარე ვიდეოშიც კაია წერა მკითხა რომ სპაიდერკოსში ხო და რომელს აიჩევდიო და აი სკანდი მარტო ხე არის რა მაგრამ ხეზე ისე სასიამოვნოა რომ ერთი სკანდი ოჯახში უნდა იდო კი აუცილებლად დიაფია რომ ჩვენთან პოპულარულია და ჩვენთან მოსულან რამდენიმეჯერ ხელოსნები ვისაც სკანდინავიაში რა არის იაფი მორა ჩვენთან აღარ არის იაფი აღისება 30-40 ლარი 30-40 ლარი აღარ ღირს არც ერთი მორა კომპანიონი მე მგონი 55 გახდა გავიგე ისა მოკლედ იმის თქვა მინდოდა რომ ჩვენთან ამ მოსულა რამდენიმეჯერ ხელოსანი და დღეში ერთ წელს გვაძლევდნენ ანუ რომ ხელობაზე მუშაობდნენ რაღაცა იხმარა გადააგდო იხმარა გადააგდო რა დღეში ერთ წელს გვაძლევდნენ და ეგრე მოსულა რა ეგრე მოსულა ნამდვილად კი ბატონო უბრალოდ ჯერ არა იმათაც არის ოდნე რას აძლევდნენ იმ რომ სკანდი რატო უნდა მიცე ხელოსანს ალბათ უბრალოდ იმდენად იაფია იქა ბევრი ქონდა ესა ანუ აი აქ ეხა ეს კი ბატონო აი დარტყმით რა ეს ნაკლატკები მორბილდა და ეს აი ეგენი თავდება რომ ეპატიება ანუ სიმოვტეხავ და პარაკორს გაუკეთებ რა ანუ დანა გამყვება როგორც დანა ეს ჯიათი არ არის მაგრამ დანა როგორც დანა რა ვიტო კი ბატონო მე გეუბნებით რომ ფასი რა მაგის ფასი ხა ეს შეიძლება ერთი კაი ვიდეოს ჩაწერე 1000 ლარიანი დანავი ეს 50 ლარიანი და რაღაცა destruction test-ია ნუ მაგის სხვათა შორის ხმარხლა ჩვენ ხო ველოსიპედს არ ვიგონებთ ხო ბევრი არსებობს რა და მან კარგად ჩანს ხოლმე რა რაღაც მომენტები რომ სადჯობია ზუსტად და რატოღეს თქვათ ეგრე არ არის რომ ანუ 1000 ლარიანი და 150-იანი ერთ შედეგს ვერ დადებ რა არა რანაირად დადებ ახლა მაგრამ ფასი რამხელა სხვაობაც არის იმხელა სხვაობა არ არის შედეგში უბრალოდ როცა გადამწყვეტია თუნდაც 20%-იც კი ხო მაშინ რა თქმა უნდა ღირს აქ ხელა სხვაობა ნამდვილად არ არის რა გინდა რომ მოჭრა და გააფუჭო რა გინდა გაატო უნდა გააფუჭო მაგის პარამის გავაფუჭებთ ბევრს გავაფუჭებთ მადლობას გიხდით მეგობრებო ყურადღებისთვის დღევანდელ დღეს გემშვიდობებით მომავალ ვიდეოებამდე და იაქტიურეთ კომენტარებში არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ მადლობა ყურადღებისთვის